ხო, აბა ეს კომენტარს არ გააკეთე. მოძრაობდი ჩემი კუთვნილი ავტომობილით, რის შემდეგაც გამაჩერეს საპატრულო პოლიციამ და წამიყენეს ბრალი, რომ გვედი არ მქონდა გაკეთებული და მაჯარიმებდნენ 40 ლარით, რასაც უკვე მეგონი რომ ახორციელებენ კიდეც. ამის შემდეგ მეუბნებიან რომ მანქანა ჩაკეტე, იმიტომ რომ მონაცემთა ბაზაში აჩვენებს რომ მანქანა არის ძებნაში და დაველოდოთ ევაკუატორს რა, ანუ გადასაყვანად საჭირო ადგილზე. 20 წუთის წინ დამიკავშირდა ჩვენი პარტიის წევრი და მითხრა რომ პოლიციას ყავდა დაკავებული. თავიდან უთხრეს რომ ღვედის გამო აჯარიმებდნენ. ცოტა ხნის მერე ოქმი შეუდგინეს და განუცხადეს რომ თურმე მანქანა მისი საკუთრებაში ყოფი მანქანა არის ძიებაში გადაცემული, ძებნაში გადაცემული. მას მერე რაც მე დაუკავშირდი ინფო 9-ს და გაიგეს პოლიციელებმა რომ თქვენ მოგზანებულიყავით, მე ეს თავის პრეტენზია უკან წაიღეს, უი არა, მანქანა არ ყოფილა ძებნაშივე და მხოლოდ დაჯერდნენ იმას, რომ ღვედის გამო დააჯარიმეს. უკაცრავად რის საფუძველზე დააჯარიმეთ? პრესენს მიმართეთ. პრესენს მე არა ვარ უფლება მოსილო.